არასხევს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშზე 380 შეცვლილი და ახალი კანონი, 18 რატიფიცირებული დოკუმენტი და ამერიკის მეგობარი აქტის საპასუხოდ ერთი რეზოლუცია. რეზონანსული კანონები და მოვლენები, როგორი იყო საპარლამენტო საქმიანობის ერთი წელი. შედეგები კურიერი PS-თან ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შეაჯამა. ხათუნა გაგნიძის რეპორტაჟი. საქართველოში მოგზაურობა თითქმის ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, თუმცა 1-2 ადგილი არის, რომელიც აუცილებლად მინდა მომინახულო და იმედია რომ მომეცემა ამის საშუალება. საგაზაფხულო სესია დაიხურა. საპარლამენტო საქმიანობაც თითქმის დასრულდა. არ დადეგებს პარლამენტის თავმჯდომარე პარტიულ გეგმებს დაუთმობს. წინ თვითმმართველობის არჩევნებია. ეს საფხული დათუთული იქნება წინა საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, თუმცა მე მგონი იქნება შესაძლებელი გამოვნახო რამდენიმე დღე და ის რამდენიმე მარშრუტი, რომელიც დარჩენილია და არ მაქვს ნანახი, ისინიც მოვინახო. ყველას ურჩევ, აიკიდონ ზურგზე კარავი, წავიდნენ ლაშქრობებში. ეს არის ის მოგონებები, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვებათ. შალვა პაპუაშვილმა იმ სივრცეში გვიმასპინძლა, სადაც საკანონმდებლო ინიციატივებზე წელსაც ბევრს მსჯელობდნენ. ამ კაბინეტში მისი ხშირი სტუმრებიც ძირითადად თანაგუნდელი კანონმდებლები არიან. რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი მიდის პარლამენტში და სამუშაო სივრცეში, თუმცა ამ დიდ ოთახში არა, უფრო მცირე კაბინეტია, სადაც რეალურად სამუშაო პროცესია. ხანდახან, როდესაც პარლამენტი ეგრეთ წოდებული დაჩქარებული წესით იღებს კანონებს, სინამდვილეში ამ დაჩქარებული წესის უკან ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა არის თავად ინიციატორებს შორის. არდადეგებზე დახურული სასესიო დარბაზი ჩვენთვის გაიღო, სადაც ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა 2024-2025 წლის საპარლამენტო წელი კურიერი PS-თან შეაჯამა. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში 380 კანონი მივიღეთ, 18 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ახალი კანონი, რომელიც ამ კედლებში მიიღეს, ამერიკული ფარას ქართული ანალოგია. კანონი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ. ჯერ იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი. რამდენიმე თვის წინ ამ დარბაზში ამერიკული კანონის ანალოგიც მიიღეს. ცვლილებების საჭიროებას პარლამენტის სპიკერი განმარტავს. ესაც ის კანონმდებლობა არის, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის და ქართული დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი. საქართველოს საქმეები უნდა წყდებოდეს საქართველოში, ქართული ხალხის მიერ. სამყაროში მიმდინარე მოვლენები გვაჩვენებს ჩვენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ქვეყანამ ყურადღება მიაქციოს, რომ არ იყოს რაიმე მავნე ზემოქმედების ცდილობები გარედან. ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ მათი მხილებებით თუ როგორი ხარჯებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტი სხვა ქვეყნებში, მათ შორის საზოგადოებების დეზინტეგრაციისთვის, გვაჩვენა ჩვენ, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ამას თავისი რეზონანსი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე გაამყარა ის გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ცვლილებებია მაუწყებლობის კანონშიც. პარლამენტის თავმჯდომარე პირველ შედეგებს უკვე ხედავს. სიახლე ის არის, რომ თუ კი ჟურნალისტი პროფესიულ სტანდარტს დაარღვევს, რეაგირება მარეგულირებელ კომისიას ევალება. ის რაზეც ჟურნალისტურ სტანდარტს ვეძახით გაშუქებისა, წლები არის კანონმდებლობაში დევს, თუმცა იყო მინდობილი მათთვის ვინც პოტენციურად ამ სტანდარტის დამღები არის. რომ ამ სისტემამ არ იმუშავა. აი ერთი მარტივი ცვლილებით ჩვენ ვფიქრობ, რომ უკვე ნელ-ნელა ვხედავთ შედეგებს. პირდაპირ გადმოღებული არის BBC სტანდარტი. რა თქმა უნდა, ორი ინტერესის დაბალანსებით, ერთის მხრივ ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებისა და მეორე მხრივ საზოგადოების ინტერესისა, რომ არ მიიღოს მან ყალბი ინფორმაცია და სიძულვილის ენის ობიექტი არ გახდეს. ჩვენი მსრული ნდობა აქვს მარეგულირებელ კომისიას. მთავრობის უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკებს. ნარკომანიას როგორც მსოფლიო გამოწვევას პარლამენტმა მკაცრი კანონები დაუპირისპირა. ზოგადად არც ერთი კანონი არ არის ადამიანის წინააღმდეგ მიმართული. საკანონმდებლო პაკეტის მიზანი არის ამ მოვლენის
შემცირება. ის მედიკამენტები, რომლებიც ლეგალურად არის ფსიქოტროპიული ნივთიერებები, სახელმწიფო შემოიტანს და გააკონტროლებს მის რეალიზაციას. მეტადონის პროგრამას სახელმწიფო აიღებს თავის თავზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ სენით დაავადებულ ადამიანთა მკურნალობას. სხდომათა დარბაზი ცარიელი სავარძლებით. მიმდინარე საპარლამენტო წელმა ოპოზიციის დიდი ნაწილის გარეშე ჩაიარა. უჩვეულო მართალი არ იყო, რომ ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა მანდატებზე, ეს ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტშიც ვნახეთ, პარლამენტმა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ ამგვარი შანტაჟი უნდა დასრულდეს. პარლამენტმა დააკმაყოფილა მათი მომართვა, რომ შეგვეწყვიტა მანდატები. სამწუხაროდ რაც არ გვახსოვს წინა პარლამენტიდან რაიმე შინაარსობრივი დისკუსიაში შემოსულიყვნენ, ერთადერთი რაც იყო დებუში და საბოტაჟი პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამ მხრივ მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომები უფრო მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თავისთავად შეიძლება ის სანახაობრივი ნაწილი არ აქვს, რაც არ შეეფერება ზოგადად საპარლამენტო დემოკრატიას, თუმცა ეს რა თქმა უნდა დანაკარგი არის იმ ამორჩევლისთვის, რომელმაც ხმა მისცეს ამ პარტიებმა ფაქტობრივად ზურგი აქციეს და მათი მანდატი გადაყარეს. საპარლამენტო წლის გამორჩეული დღე. ისტორიაში პირველად მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრების მონაწილეობით საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტი აირჩია. ინაუგურაციაც პირველად საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა. ვიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. ხმოსნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი პატრიარქის მიერ გაგზავნილ ბიბლიაზე დაბა. საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. პრეზიდენტი ფიცდებს ბიბლიაზე და კონსტიტუციაზე პარლამენტის თავმჯდომარის თანდასწრებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევითა და მისგან საჩუქრად გადმოგვეცა ბიბლია, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის მიზნით შეიქმნა. ყოველი შემდეგი პრეზიდენტი ამ ბიბლიაზე დადებს თავის ფიცს. მიმდინარე საპარლამენტო წელი გამოირჩევა იმითაც, რომ ყველაზე მასშტაბური დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კანონმდებლები წინა ხელისუფლების დროინდელ გახმაურებულ საქმეებს პირადად იკვლევენ. კომისიას სამართლებრივი ბერკეტიც აქვს. მისი დასკვნა შესაძლოა არაერთი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს. პარლამენტის საშემოდგომო სესიას სექტემბერში გახსნის. პრიორიტეტები უკვე ცნობილია. ერთ-ერთი პრემიერის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა. კიდევ ერთი სიახლე. პარლამენტის რეგლამენტში უკვე შეტანილი ცვლილებებით მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლი გაიზრდება. საშემოდგომო სესიაზე მინისტრებს და პრემიერს უფრო ხშირად მოусმენენ. ყოველ სასესიო კვირას შეგვეძლება რომ დავიბაროთ მინისტრი კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით და მათ შორის სპონტანური კითხვების დაისვას დარბაზიდან. თვეში ერთხელ გვექნება შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრის მოწვევისა პარლამენტში, ასე რომ ამ მხრივ საშემოდგომო სესიიდან იქნება ძალიან საინტერესო. წინ პოლიტიკურად დატვირთული ზაფხულია. წინა საარჩევნო სამზადისთან ერთად იმედი აქვს, რომ ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებს და მეუღლესთან და შვილებთან ერთად წელსაც აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღებს. მარიამობა რაჭაში, ალავერდობა კახეთში, არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო გაგებით დღესასწაულებსაც ყოველთვის აღნიშნავდეთ, როგორც ეს ჩვენს ტრადიციაში არის. ადამიანი არის ცენტრი სამყაროს და ამას გვასწავლის ჩვენ ქრისტიანული რწმენა. სწორედ ეს არის სინამდვილეში ნამდვილი ევროპული ღირებულება. საუკუნეების შემდეგ პეტრიწონის მონასტერში ახალი ისტორია იწერება. სულიერებისა და კულტურის ქართული ცენტრი, კვალი ბულგარეთის მიწაზე. საგანგაშო კვლევა პლასტმასის ნაწარმის მრავალჯერ გამოყენებამ შესაძლოა ჩვენს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ბოთლები, ჭიქები, საკვების კონტეინერები თითქოს ჩვეულებრივი საგნებია, თუმცა მათ უკან მიკროპლასტიკის, ანუ პლასტმასის მცირე ნაწილაკების სახით საფრთხე იმალება. რაც ყველაზე